Ბედობის დღეს თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე თბილისის აეროპორტში მისულებს 25 წევრისგან შემდგარი დელეგაცია დაგხვდა, რომლებსაც ცივი რუსეთი მიეტოვებინათ და გოდერძი ბუკიას ინიციატივით საქართველოში ჩამოფრენილი იყვნენ ზუგდიდში გასამართ R&B ფესტივალისთვის. პირველი ვინც შევნიშნეთ დათო ხუჯაძე იყო. დამღლელი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულე მაინც კარგ განწყობაზე იყო. ეპისტუმრები კი ჯგუფ ბარხატის წევრები აღმოჩნდნენ. ეს სწორედ ის 7 სექსუალური ქალბატონია, ამჯერად რა თქმა უნდა არასამუშაო ფორმაში, რომლებსაც თქვენ მათ კლიპში სერციად კი ხედავთ. ხშირად ჯგუფ Pussycat Dolls გვამს გასცემენ, ეს რა თქმა უნდა კარგია, როდესაც ამერიკულ ჯგუფს ვკავათ. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ რუსული R&B და ჩვენი მუსიკაც რადიკალურად განსხვავდება მათთან. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ არ გვყავს ლიდერი. ბარხატში ყველა გოგო თავისებურად გამორჩეული და განსხვავებულია. თბილისში პირველად ვარ, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი წევრი სოჩიდანაა. Грузия, в частности Тбилиси, это вторая родина. Я прожила здесь 7 лет. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მე თბილისთან ახლოს გავიზარდე და პირველი 7 წელი აქ გავატარე. ქართული თითქმის არ მაქვს, თუმცა ერთ ლექსს маინც ვიტყვი. ოღონდ არ დამცინოთ. Только не смейтесь. Скажи, давай. Чито на цара, вису голубису, шенги голуб патара, делям шведобиса. С Новым годом! მომდევნო გაჩერება რესტორანი აღმოჩნდა, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და ჩვენი მთავარი ღირსებით, ქართული სიმღერით მოაწონეს თავი.